დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჭა. სამართალს გაქცეული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი მოსამართლემ საქმის ორ ეპიზოდში დამნაშავედ ცნოდა ბიძინა ივანიშვილისგან დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და მითვისებული ბიტკოინების უკანონოდ გათეთრებისთვის ციხეში გაუშვა. აღნიშნული მიმოწერის შინაარსის თანახმად გიორგი ბაჩიაშვილი ასე ვთქვათ გაზარების მოხსენების პროცესად და ადასტურებდა რომ გარკვეული ინტერესი ჰქონდა ბიტკოინთან დაკავშირებით და ის ციტირება რაც გადადის პარლამენტს ამიყვანა რომ გარკვეული ასე ვთქვათ თანხის გატანის ნაწილში ის ადასტურებდა რომ გიორგი ნახევარი იყო მისი წილი ინვესტიციის ასევე დანარჩენი იყო ისი ასე ვთქვათ ჭალებში ბოსის ინტერესი. Ეკვიპირება სასამართლო შეაფასა და სპეციალიზებული მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში საფრთხე იყო ის ქმედება, რაც მას დააკმაყოფილებდა. სამარცხვინო ეს ის ერთადერთი სიტყვაა, რომლითაც გაქცეულმა ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში საკუთარი განაჩენი შეაფასა. იმის მიუხედავად, რომ სასჯელს გაექცა და ახლა იმალება, სასამართლოზე დასკვნითი სიტყვა მაინც ითხოვა. თუმცა დაცვის მხარის ეს შუამდგომლობა მოსამართლემ დაუსაბუთებლობის მიზეზით არ დააკმაყოფილა. გიორგი ბაჩიაშვილი არის ნამდვილად უდანაშაულო. მე ამას ვაცხადებ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისი ადვოკატი ვარ, არამედ საქმეში არსებული ერთობლიობით და შესაბამისად ეს არის ბრძოლის მხოლოდ პირველი ეტაპი. ეს განაჩენი, რა თქმა უნდა, არის აქ რამდენიმე შესაძლებლობა მის გასაჩივრებასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში გიორგი ბაჩიაშვილის სურვილი არის, რომ საქმე მივიდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ბაჩიაშვილის ადვოკატები ახლა სააპელაციო სარჩელს ამზადებენ, თუმცა ბრალდების მხარეს ზემდგომ ინსტანციაშიც გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. საქმის პროკურორი ამბობს, რომ საქმეში მოწმეების ჩვენებებთან ერთად და გამოძიების მიერ მოპოვებულ დოკუმენტურ მტკიცებულებებთან ერთად თავად ბაჩიაშვილის აღიარება ცდებს, რაც განაჩენის სამართლიანობას ადასტურებს. მტკიცებულებები, რაც ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ხნის განმავლობაში აპელირებას ვახდენდი, არის დოკუმენტური ხასიათის, რომელიც პრაქტიკულად პირდაპირ ბრალდებულის აღიარებასაც მოიცემდა. აქედან გამომდინარე, სამჯერი ძალიან მარტივი იყო. ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება მისივე პირადი მიმოწერა აღმოჩნდა, სადაც ის აღიარებს, რომ საქმეში ჩადებული ინვესტიციიდან მისი წილი მხოლოდ 1,5 მილიონი იყო, დანარჩენი კი ინვესტორ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა. ინვესტორისგან 9,000-მდე ბიტკოინის უკანონოდ მითვისების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი 2023 წელს წაუყენეს. 2 წლიანი ვადის შემდეგ სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო, თუმცა მან სასჯელს გაასწრო და ახლა საერთაშორისო ძებნილია. თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს ინტერპოლი ეძებს. ბიტკოინების გარდა მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანონო კვეთის გამო მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.